მოგესალმებით, ჩემო ქართველებო, ემიგრანტებო და არაემიგრანტებო. დღეს მსურს ვკითხო ზოგიერთ ქალაქს. თუ რატომ შესუსტდა მათში პროტესტი, ან უხეშად რო ვთქვათ, საერთოდ გაქრა. თქვენ რა, გაკოცდით? თქვენ რა, დაეთანხმეთ უსამშობლო რუსულ დაჯგუფებას, რომელიც უბრძოლველად მიგაქანებთ რუსებისკენ და ბოდიშს მოგახტევინებთ მალე სეპარატისტების წინაშე და რეპარაციებსაც გადაუხდის მათ. არა მხოლოდ აღიარებს, არამედ გმირებსაც ოფიციალურად შეაგინებს და დამნაშავეებად გამოაცხადებს, როგორც ეს იყო ბოლშევიკური რეჟიმის დროს. როდესაც შინამოღალატეებმა გადასცეს საქართველო ბოლშევიკურ რეჟიმს და გმირებს აცხადებდნენ ბანდიტებად, ხოლო ბანდიტებს გმირებად. რა იყო? ბათუმო, რატო არ ხდება შენში მასიურად გამოსვლა? კარგი. ქუთაისი პარტიული დაპირისპირებებისა და ჩამოუყალიბებელი პროტესტის გამო ჩაქრა, მაგრამ შენ რატომ ჩაქრი? შენ რატომ ჩაქრი, ბათუმო? ბოლო იმედო საქართველოსი 1921 წელს ყველაზე გვიან დაეცა ბათუმი და სოხუმი. ბათუმი ბოლომდე იბრძოდა. ისევე როგორც სოხუმი. რა დაგემართა ბათუმო? გინდა რუსულ ქალაქად იქცე? ან მანამდე რატომ არ იყო ამხელა ხმის ამოღება, როცა რუსები გიპყრობდნენ? კარგი. თბილისმა ხომ დააქცია საქართველო 1992 წელს თავისი არასწორი არჩევანით, რისი გამოსყიდვაც დღეს სისხლით უწევს. მაგრამ დანარჩენი ქალაქები საქართველოსი რატომ დადუმდნენ? აი მინდა ვკითხო თელავს, მესტიას. კახელებო, თქვენ რა, დაგავიწყდათ რა დაგიშავათ რუსებმა? როდესაც ორსული ქალი გააუპატიურეს თიანეთში. გახსოვთ ეს ისტორია? ეს მოხდა 1813 წელს და ძაბრის საშოში ღვინო ჩაასხეს. რამაც გამოიწვია აჯანყება. კახეთის ცნობილი აჯანყება. თუ მიივიწყა კახეთმა ისტორიის ეს ფურცლები. სვანებს მინდა ვკითხო კიდევ. ხალდეს აჯანყება მიგავიწყდათ? ამ მიგავიწყდათ? უახლეს ისტორიაში რა დაგიშავეს რუსებმა? ხალდეს აჯანყების დროს ხო გაგასწორეს მიწასთან. და როდესაც კოდორის ხეობის იერიში მიმდინარეობდა 90-იან და 2000-იან წლებში, რა იქ სვანები არ დაღუპულა? კამანის ისტორია გაიხსენეთ აფხაზეთში. როგორ გაუსწორდნენ სეპარატისტები და რუსები და კიდევ სხვა ბოევიკები, ბაგრამიანელები, სომეხთა დაჯგუფება სვანებს დაგავიწყდათ? ქუთაისს რაც შეეხება, არ ვიცი აქ რა ხდება. როგორ ყალიბდება პროტესტი, ეს ქალაქი უკვე 200 წელია რაც მძინარე იყო, გაიღვიძა, მაგრამ არ ვიცი რატომ დაეძინა. პარტიული დაპირისპირება აქ თუ ჩამოუყალიბებლობა პროტესტის აზზე არა ვარ. თუმცა მსურს აღნიშნო, რომ 24 წლის აჯანყების დროს ამ ქალაქს არ გამოუჩენია დიდად თავი თბილისისგან განსხვავებით, როდესაც ეს ხდებოდა 100 წლის წინ. და ხოლო ზვიადგამსახურდიას დროს თუ ამოიღო ხმა. შემდეგ არ ვიცი, 2024 წელს კიდევ აღსანიშნავია ყველაზე დიდი მისი გამოსვლა. და შემდეგ უკვე არ ვიცი. გამეცით ამაზე პასუხი. უბრალოდ რატომ ხდება ასე? ახლა რუსების თავარი გეგმა არის, რომ შეუტიონ საქართველოს არაბების ხელით, რომ მერე ვთხოვოთ რუსებს, აი დაგვეხმარეთ ძმებო, მეგობრებო, მფარველებო და გვიშველეთო. კარგად გაათვალეს, კარგად. რომ ქოცევი მანამდე დააბოლებენ ქართველებს თავიანთი პროპაგანდით, რომ თურმე სამშობლოსთვის დაღუპვა პიარი ყოფილა და თურმე გმირები ცოცხლები ჭირდებათ, გასაგები არის, ვსაც ჭირდებათ საქართველოს მეომრები, რომ რუსულ ომებში დაიღუპონ. შენ ომში არ უნდა დაიღუპო და არ უნდა იყო გმირი. რუსულ ომში უნდა დაიღუპო და უნდა იყო გმირი. აი მაგათი ლოგიკა. აი უსამშობლოების ლოგიკა, ვინც ამბობს, რომ არაბები თურმე ჩვენი ისტორიული ძმები ყოფილა.
ეს არის ქოცების ლოგიკა რა და კიდევ ვინც ანწუხელიძის მკვლელებს ბოდიშს უხდის. ხო და ის რომ აფხაზეთ ოსეთში, ეგრეთ წოდებულ ოსეთში სეპარატისტები რეებს აკეთებდნენ. ის ფაქტები მივიწყებულია. რუსები რეებს აკეთებდნენ სეპარატისტებთან ერთად, აი განსაკუთრებით აფხაზეთში. ქართული ძაღლი იყიდება კუპონზეო, რომ დააწერეს დანაწევრებულ სხეულებს და სარზე ჩამოცმულ სხეულებს. ეს დაავიწყდათ. დაავიწყდათ ლებედის დესანტი რეებს აკეთებდა, ოჩამჩირეში გოგონებს აუპატიურებდა, ჯგუფურად და მერე სარებზე სვამდა. დაავიწყდათ ეს. და აგრეთვე ცხინვალშიც რო ხდებოდა ასეთი 1992 წელს და შემდეგაც ოსები რეებს აკეთებდნენ. ერთ-ერთი გოგო რომ დაიღუპა გაუპატიურების შედეგად და კიდევ მრავალი. დაავიწყდა ეს პრორუს ქართველობას, თუმცა თქვენ ქართველები არ ხართ, თქვენ ხართ ნაქართველარები. მიდით დაეწიეთ რუსებს, დაუკოცნეთ უკანალი, არავინ დაგასწროთ. რეებს აკეთებდნენ რუსები საქართველოში ცარიზმის დროიდან, მკვლელობა, გოგონების მასიური გაუპატიურება და კიდევ ძაარცვა ქვეყნის ისტორიის განადგურება, საქართველოს რესურსები რო დღემდე გააქვთ ისტორიულ ძეგლებთან ერთად. საქართველოს ტერიტორია ეს თუ იცით? ჩემო სუბხრეპია ქოცებო, ეს თუ იცით? თუ არ იცით, აგერ გეუბნებით. მაგრამ თქვენაც არ გაინტერესებთ. თქვენ ხართ კრიმინალები. აი ადრე კრიმინალებს გაგება მაინც ჰქონდათ და თქვენი გაგება ვერ გამიგია. აი მონები ხართ სრულიად. ადრე კრიმინალები ზოგჯერ მოხალისეებად ეწერებოდნენ და ეწირებოდნენ ფრონტზე, როგორც გმირები. იყო ჩვენთან აფხაზეთში ასეთი რამ, რომ კანონიერი ქურდებიც კი იბრძოდნენ. ვინც კრიმინალურ სამყაროში იყო რა. აი თქვენებურად შავი გაგების ბიჭები. ისინიც კი იბრძოდნენ ფრონტის ხაზზე, გაგრასა სოხუმში. თქვენ კი რუსეთს დაუჩოქეთ. ანდა ის ქართველები კიდევ რუსულ სიმღერებს რო აჩხავლებენ მარშრუტკებში. აი სირცხვილი ისეთ ქართველს რა. და კიდევ ვინც დაიცავს ასეთ მძღოლებს, რომლებიც რუსულ სიმღერას უსმენ. ჟიზნ ვარამ და რო იძახით. ეს არის თქვენი კაცობა, ბიჭო? ჟიზნ ვარამ? ამას ამბობთ თქვენ? ვარამ смерть. Смерть русским, а я маз гетყვით მე თქვენ. Слава Фидаям Кавказа, слава Ичкерии, слава Ингушетии, смерть Кадырову, слава Муслиму Чеберлоевскому, ამას გეტყვით მე თქვენ. თქვენ ხართ მონები, ბიჭო, რუსეთუმეები. თქვენ ხმარა მოგეღებათ. ანწუხელიძის ქვეყანაა ეს. სა ზვიად გამსახურდიას ქვეყანა. ამბროსი ხელაიასი. გაიგეთ ბიჭო თქვენ? თუ არ გაიგეთ, ახლა გეუბნებით. თქვენი არ არის ეს ქვეყანა. არ უნდა დაიშალოს საქართველო. თუ ახლა დაიშლება, ის ვეღარასდროს ვეღარ აღდგება. აი ახლა, ჩემო აპოლიტიკურებო და სუბხრეპიებო, აი ვინც ემხრობით ამ რეჟიმს, შეგიწყდებათ ახლა ვიზა ლიბერალიზაცია. აი ზოგიერთი ემიგრანტი რომ არის ევროპაში, ევროპის სიკეთეებით რო სარგებლობს და თან აქეთ ზაღლივით რო იღრინება და აგინებს მიგრანტებს. თქვენ იცით რა მოგივათ ბიჭო? გამოგაპანღურებენ ევროპიდან. ვეღარაფერს ვეღარ აიღებთ და რუსეთი კი ყველაფერს წაგართმევთ. თქვენი შვილები რუსულ ფრონტზე იქნებიან, აი როგორც აფხაზები იბრძვიან დღეს რუსების მხარდამხარ მოღალატე აფხაზები. სტუდენტებად რო არიან გაზიდულები რუსეთში და ფრონტის ხაზზე რო პაჭკა-პაჭკებით მოაქვთ მერე შავყუთებში. აი ეგ მოგივათ თქვენ რა. აი ხართ ბიჭო მონები, ქოცანდარები, ქოცალები, ქოცუკები, თუ რა გიწოდოთ კიდე? ჩვენ რო გვეძახით აკაცუკებს, თქვენ ნარუტუს თამაშებში გაჭედილებო თქვენ ჩამოუყალიბებლებო. ბრო დამოვიდა რა ყელში. ბოლო ამბებს რო უსმენ, აი თქვენ გამო როგორ ზარალდება ქვეყანა. ეს არის ამაზრზენი. როდესაც 4 ოქტომბერს შედგა სახალხო კრება და პაატა ბურჭულაძემ ჩაიბარა ქართველი ერის აღლუმი, აი ეს ვერ აპატიეთ თქვენ მას. მაგრამ ის გამოვა ციხიდან ისევე როგორც ყველა სინდის პატიმარი,
საქართველო გათავისუფლდება, ხოლო თქვენ გასამართლდებით, ქოცანდარებო.